სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი თქვენო აღმატებულებო ბატონო პრემიერ-მინისტრო ბატონო მინისტრებო მამანო და ძმანო დედანო და დანო ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს გიორგობას. წმინდა გიორგი არის სიმბოლო საქართველოსი. წმინდა გიორგი არის ფარველი საქართველოსი. მრავალი განსაცდელი გამოუვლია საქართველოს. მაგრამ წმინდა გიორგის ლოცვით საქართველო გამოსულა გამარჯვებული. და დღეს ჩვენ შევთხოვთ წმინდა გიორგის რომ კვლავ დაეცვას და დაიფაროს საქართველო ხილული და უხილავი მტრებისაგან. ერთად თქვათ წმინდა გიორგის სტროპარი თქვენთაგანმა თავისუფლებელო გაგლახახთა ხელისაყრობელო სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამძღოლო მოსილო წმინდაო გიორგი ემედრე ქრისტეს აღმერთო შეწყერვა ცოლთა ჩვენთათვის. როცა ჩვენ კითხულობთ წმინდა გიორგის ცხოვრებას, ცხოვრების შესახებ, ჩვენ ვხედავთ, რომ ბოროტება მუდამ ებრძოდა სიკეთეს, მაგრამ სიკეთე მუდამ იმარჯვებდა. აი როცა ადამიანს გონია რომ ის მიტოვებულია ხალხისაგან, ღვთისაგან, ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ ზუსტად იმ დროს როცა ჩვენ ამას ვფიქრობთ რომ მიტოვებული ვართ უფალი ჩვენთანა, უფალი ჩვენს გვერდითაა. ჩვენს წინაშე არის ორი პიროვნება იმპერატორი დიოკლეტიანე და წმინდა გიორგი. ერთი ძლევა მოსილი და მეორე მხედარი. მაგრამ წმინდა გიორგი იმარჯვებს და დიოკლეტიანე ტოვებს თავის სამეფოს, მიდის თავის მამულში და როცა მას თხოვენ რომ დაბრუნდეს სამეფო ტახტზე მისი მომხრეები, მხედართმთავრები, წმინდა დიოკლეტიანე პასუხობს მათ, თქვენ რომ ნახოთ როგორი კომბოსტო მოიყვანეო, თქვენ ამას აღარ მეტყოდითო, იმას უკვე ფიქრობდა ის რომ კომბოსტოს მოყვანა უფრო თავარი იყო ვიდრე მეფობა. იმიტომ რომ დარწმუნდა ალბათ ისაც რომ სისხლი არ ბოროტება არ კურნავს ბოროტებას
ბოროტებას კურნავს მხოლოდ სიკეთე და სიყვარული. წმინდა გიორგის სიყვარული არ მოგიშალოთ ღმერთმა. დავოცვილი და გახარებული იყავით. თქვენთან ერთად უგლოცავ მთელ საქართველოს. ნიშნავ ჩვენი დიდი პატივისცემისა ბატონ პრემიერ-მინისტრს გადავსცემთ წმინდა გიორგის ხატსა. პრემიერ-მინისტრი მოგილოცავთ გიორგობას. თქვენო უწმინდესობავ, ძვირფასო საზოგადოებავ, ჩემთვის ძალიან დიდი პატივი არის ასეთი ძვირფასი ხატის მიღება თქვენგან. მე მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. პირველ რიგში თქვენ უწმინდესობავ. დღეს არის განსაკუთრებული დღე მართლაც თითოეული ქრისტიანისთვის, თითოეული მართლმადიდებლისთვის. ქართველებისთვის მართლაც განსაკუთრებული წმინდანი არის წმინდა გიორგი. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, განსაკუთრებულ დროს, განსაკუთრებით ძიმე დროს ჩვენ არაერთი ბრძოლა გადაგვიტანია. არაერთი ბრძოლა მოგვიგია წმინდა გიორგის შეწევნით და დახმარებით. და სწორედ წმინდა გიორგი არის ჩვენთვის სიმბოლო, როგორც პატრიარქმა ბრძანა გამარჯვების, ბოროტების დამარცხების, სიყვარულის გამარჯვების და სიკეთის გამარჯვების. ამიტომ მე მინდა ყველას გისურვოთ ბოროტების დამარცხება სიკეთით და სიძულვილის სიყვარულით, ერთიანობით. მხოლოდ ამით შეგვიძლია ჩვენ გავაერთიანოთ საკუთარი ერი და საკუთარი სამშობლო. მე გვერდები ჩვენი პატრიარქის სიტყვებს და ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. ჩვენთან არის ღმერთი.